გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ წინ და გუშინ გამართულ საკონკურსო გამოცდებს ადგილობრივ თვითმმართველობაში. ჩვენ გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ამ გამოცდების შედეგად გამგეობებში ახლად დანიშნული ადამიანებიდან, რომლებიც იყვნენ მოვალეობის შემსრულებლები, მათი 80% ჩვენი ინფორმაციით არის გამოცდებში ჩაჭრილი, არიან მაღალი თანამდებობის პირები, როგორც არის გამგებლის მოადგილეები, აპარატის უფროსები, მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეები, განყოფილების უფროსები, რომლებმაც მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს. შესაბამისად, ჩვენ 3 თვის განმავლობაში უკვე ვაფრთხილებდით ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობას, რომ ისინი ადამიანებს იღებდნენ ნათესაური ნიშნით და პარტიული ნიშნით. ამან შედეგი გამოიღო და დაადასტურა ამ გამოცდებმა, რომ ეს ადამიანები არიან არაკვალიფიციურები და ჩვენ დღეს უკვე ქალაქის მთავრობას და დედაქალაქის მერს ვთხოვთ, რომ სწრაფად გამოაქვეყნოს რაოდენობები, თუ რამდენმა ადამიანმა ვერ გადალახა ეს მინიმალური ზღვარი, სწრაფად მოხდეს რეაგირება და ამ ადამიანებს, რომლებმაც ვერ გაიარეს და ვერ გადალახეს მინიმალური ზღვარი, არ მიეცეთ იმის საშუალება, რომ მუშაობდნენ ისევ ადგილობრივ თვითმმართველობაში, შესაბამისად, სწრაფადვე მოხდეს რეაგირება და ამ ადამიანებმა დატოვონ დაკავებული თანამდებობები. გდანის მაგალითი, კონკრეტულ მაგალითზე გეტყვით, რომ 17 ახლად დანიშნული ადამიანიდან, ანუ გულისხმობთ, რომ აგვისტოს შემდეგ დანიშნეს მოვალეობის შემსრულებლად გამგებლის მოადგილეები, განყოფილების უფროსები, მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეები, სპეციალისტები, იურისტები, 17 დასაქმებული ადამიანიდან მხოლოდ 2-მა შეძლო აღნიშნული მინიმალური ზღვარის გადალახვა. შესაბამისად, დანარჩენმა 15 ადამიანმა ვერ მოახერხა ამ გამოცდების და კონკურსების დაძლევა. დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ მთავარი არის თურმე გასაუბრება და გასაუბრების შედეგად გადაწყდება ამ ადამიანების ბედი. კიდევ ერთხელ მოუწოდებ დედაქალაქის მთავრობას სიმართლეს გაუსწორონ თვალი, აღიარონ ის, რომ მათი შერჩეული კადრები იყვნენ არაკომპეტენტურები და ეს გამოცდებას დაადასტურა. ვინც ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი, მას არ აქვს უფლება მიიღოს გასაუბრებაში მონაწილეობა, თუ არა და საქმე გვექნება ორმაგ სტანდარტთან. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ დედაქალაქის მერიამ ჩაატარა საატესტაციო გამოცდები, სადაც ვინც ვერ გადალახა ზღვარი, ის ადამიანები გაანთავისუფლეს ისე, რომ არანაირი გასაუბრება არ ყოფილა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ და ვამბობთ იმას, რომ უსწრაფესად მოხდეს ამ ადამიანების თანამდებობიდან გათავისუფლება. ესენი არიან არაკომპეტენტურები. 80% მაღალი თანამდებობების. აი, გეტყვით ახლა კონკრეტულად გდანის მაგალითზე 3-ვე გამგებლის მოადგილე ჩაიჭრა. 4 მუნიციპალიტეტის თავმჯდომარიდან მხოლოდ 1-მა შეძლო, რომ გადაელახა მინიმალური ზღვარი. თაწმინდის რაიონში ჩაიჭრა 2 გამგებლის მოადგილე, ერთს უბრალოდ არ მიუღია მონაწილეობა ამ გამოცდებში. ჩაიჭრა 4-ვე მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე. სამგორის რაიონში ჩაიჭრა 2 მოადგილე სოციალური მიმართულებით და ამხანაგობების მიმართულებით. ჩაიჭრა ასევე სოციალური განყოფილების უფროსი. ვარკეთილის მუნიციპალიტეტში ვერც ერთმა ახლად დანიშნულმა თანამშრომელმა ვერ შეძლო მინიმალური ზღვარის გადალახვა. გრწანიში ჩაიჭრა 2 მოადგილე, ჩაიჭრნენ მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეები, დიდუბეში ჩაიჭრნენ გამგებლის მოადგილეები. ასევე ვაკეში ჩაიჭრა გამგებლის მოადგილე, ნაძალადევში ჩაიჭრნენ გამგებლის მოადგილეები. ისაში ჩაიჭრა მინიმუმ 2 მოადგილე, რომელზეც გვაქვს ინფორმაცია და მესამე მოადგილის ინფორმაცია ჯერჯერობით სამწუხაროდ არ გვაქვს. მოკლედ, ფაქტი არის ის, რომ მაღალი თანამდებობის პირები რომლებიც რეალურად უნდა მართავდნენ ადგილობრივ თვითმმართველობას და ზრუნავდნენ ანუ იმ სიკეთეებზე, რაც ადგილობრივ თვითმმართველობის მუშაობიდან უნდა მიიღონ ამ ადამიანებმა მინიმალური ზღვარიც ვერ გადალახეს. რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, ადასტურებს იმას, რომ ეს ადამიანები არიან არაკომპეტენტურები. რასაც ჩვენ ამ 3 თვის განმავლობაში კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებდა დიდუბის რაიონის გამგეობის მაგალითზე იყო ნეპოტიზმის და პარტიული აქტივის დასაქმება, ისნის რაიონის მაგალითზე იყო, საბურთალოს რაიონის მაგალითზე იყო, სადაც კალაძის ნათესავები არიან დასაქმებულები, როგორც ბიძა, ასევე ცოლის ბიძაშვილი კანკავა, რომელსაც ყველა, რომლებიც აგვისტოს შემდეგ დაინიშნენ მოვალეობის შემსრულებლად და არა მარტო მათ, ძველ თანამშრომლებსაც, ყველას ეხებოდა კონკურსი. აბსოლუტურად ყველას. შესაბამისად, კიდევ უფრო ორმაგ სტანდარტთან არ უნდა კონდეს საქმე, როდესაც ატესტაციით ადამიანებმა, რომელსაც ვერ ჩააბარეს ატესტაცია, არ მიუშვეს გასაუბრებამ და გაუშვეს თანამდებობიდან, ეხა არ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ადამიანებმა გდანის გამგებლის ერთ-ერთმა მოადგილე მიიღო 27 ქულა. ეს არის კატასტროფა. ამ ადამიანს როგორ უნდა მივიწევთ საშუალება იმის, რომ გავიდეს გასაუბრებაზე. ეს ფაქტობრივად არის დანაშაული. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რა, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციამ ბევრჯერ აფრთხილებდა დედაქალაქის მთავრობას, რომ ეს ხალხი არიან არაკომპეტენტურები. და მასზე მეტყველებს უნდა ბიუჯეტის დაგეგმა, რაზეც ჩვენს ცლად ქონდა ამაზე საუბარი და საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდეთ კიდეც.